მოგესალმებით. დღეს ვისაუბრებ 1921 წლის 25 ფებრუარზე, მაგრამ ეს ვიდეო ცოტა განსხვავებული იქნება, რადგან დამეხმარება ჩემი ერთი მეგობარი, ტიპი მანი. მოგესალმებით ყველას. 1921 წლის 25 ფებრუარი, დღე რომელმაც საქართველოს ბედი შეცვალა, დღე როცა წითელი არმია საბოლოოდ შემოიჭრა თბილისში, რუსეთმა რომელმაც 1920 წელს ზავი დაგვიდო ვერ მოითმინა დამოუკიდებელი საქართველო. პირველი შეტაკებები დაიწყო. ათასობით ჯარისკაცი ჩვენი დედაქალაქისკენ დაიძრნენ. მათი მიზანი მარტივი იყო: წაგვლეკონ, წაგვშალონ, გაგვაქრონ. მაგრამ ქართველები ასე იოლად არ ნებდებიან. ჩვენი არმია მცირე იყო, მაგრამ მებრძოლი. ქალაქის მისადგომებთან იუნკერმა და ქართველმა ჯარისკაცებმა სიცოცხლის ფასადში აჩერეს მტერი, დაბახმელა, კოჯორი, კრწანისი. ეს ის ადგილებია, სადაც ბოლო ძალებით ვებრძოდით. და ეს მარტო ბრძოლა არ იყო, ეს იყო ღირსების დაცვა. მაგრამ mums მარტო ხმლით და ტყვიით არ იგებენ. რა სიტყვი მასე ვინ ჩვენს გვერდით უნდა ყოფილიყო, მაგრამ მოღლადი აღმოჩნდა. ღალატი. დიახ, ქართული ტრაგედიის ნაწილიც ეს არის. ზოგმა კარი გაუღო მტერს, ზოგმა ბრძოლის ნაცვლად თავი დახარა, ზოგი ლენინის იდეებით იყო მოხიბლული, ზოგის მხოლოდ საკუთარ წყალს იცავდა. მაგალითად სერგო ორჯონიკიძე, მას სამშობლო გაყიდეს. ხანდახან მგონია, რომ ჩვენ არასდროს ვისწავლეთ ერთგულებას, სიწმინდეს, პატრიოტიზმს. მოღალატეები ყოველთვის გვყავდა და მგონი ყოველთვის გვეყოლება. შეიძლება, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ ისინი, ვინც ბოლომდე იბრძოდნენ. მათ ზურგს არ გაუტეხავთ, მტრის ტყვეები სხეულში ეჯახებოდათ, მაგრამ ისინი მაინც დგებოდნენ. და რა მოხდა მერე? რა მივიღეთ ამის სანაცვლად? მარცხი. სისხლიანი მარცხი. 25 ფებრუარს წითელი დროშა თბილისის ძალზე აფრთხილდა. ჩვენი სახელმწიფო წაგვართვეს, მაგრამ ვერ წაგვართვეს ჩვენი სული, ჩვენი ხსოვნა. დრო გადის, მაგრამ ისტორია ისე მეორდება. ვისწავლეთ კი ოდესმე რამეს, ქართველები. მოიცადე, ლაპარაკს ასე უბრალოდ ვასრულებთ? მოღალატეები რომ არა, ისინი ვინც კარს უხებენ მტერს, ვინც თავიანთ ტყავს უფრთხილებოდნენ, ვისაც საქართველო მხოლოდ სიტყვებში უყვარდა, რომ არა ისინი დღეს ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა. ჩვენ ჯარისკაცები სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოდნენ, მაგრამ რა უნდა ქნათ, როცა თავიანთი ერი ზურგში დანასცემდა. საქართველოს ჯარის ზუსტი იყო, დიახ, მაგრამ რატომ? იმიტომ რომ ჩვენ ყოველთვის მარტო ვართ, ჩვენი მიწისის ბრძოლა მარტო მეორეს აწევს, როცა სხვების სახში ცხენან და ელიანი ვინ გაიმარჯვებს, რომ მერე ზიანის ხარს გადავიდნენ. მაგრამ გეკითხებით, ეს ხალხი ქართველები არიან? ისინი ვინც მტერს მასპინძლობენ, ვინც თავიანთი ძმების სისხლს ყიდიან, საქართველოს წაართვეს მისი დამოუკიდებლობა, მაგრამ იცით რა? ჩვენ თავად გავუშვით მტერის სახში, ჩვენ დაუთმეთ, ჩვენ ვერ შევაკავეთ. და ახლა იმ დღიდან საუკუნეზე მეტი გავიდა, მაგრამ მითხარით, ვისწავლეთ რამე, შევცვალეთ რამე, თუ ისევ ვიქცევით, ისევ ჩუნდები, ისევ ველოდებით, რომ ვიღაც სხვა იბრძოლებს ჩვენს ნაცვლად. მაგრამ იცოდეთ, ვინც ერთხელ უღალატებს სამშობლოს, ის მეორედაც უღალატებს. ვინც ერთხელ დახრის თავს, ის სამუდამოდ მონადარჩება. ჩვენ გვქონდა შანსი, მაგრამ ვერ შევინარჩუნეთ. დღეს ისევ გვაქვს შანსი, მაგრამ რას ვუყურებთ, რას ველოდებით? ახალი მტრების მოსვლას, ახალი ოკუპაციის დაწყებას, თუ იმ დღეს, როცა საქართველო ისევ მუხლებზე დაიცემა. იცოდეთ, თუ ის ისევ განმეორდება, მაშინ არც გმირების ხსენებას აქვს აზრი, არც ისტორიას. მაშინ ჩვენ თავად მოსვოთ ჩვენ წარსულსაც და მომავალსაც. ჩვენ რო ერთიანი ყოფილიყავით, ჩვენ რო ზურგი ზურგზე გვედგა, დღეს ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა.